თავი მეექვსე. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: თუ ვინმე შესწოდავს და უპატიოსნოდ მოიქცევა უფლის მიმართ, უარს ეთქვის თავის მახლობელს შესანახად მიბარებულზე და მითვისებულზე, ან წართმეულზე ან რამეს გამოსტყვებს თავის მახლობელს, ან იპოვნის დაკარგულს, მაგრამ იუარებს, ცრუ დაიფიცებს რაიმეზე, რასაც ადამიანი აკეთებს და სწოდავს, და როცა შესწოდავს და ბრალი დაედება, უნდა დააბრუნოს წართმეული, რაც წაართვა, ან გამოტყუებული, რაც გამოსტყუა, ან მიბარებული, რაც მიიბარა, ან დაკარგული, რაც იპოვნა. ან რაზეც ცრუ დაიფიცა, სრულად უნდა ზღოს ყველაფერი და მისი მეხუთედიც დაუმატოს. უნდა დაუბრუნოს პატრონს ბრალდების დღესვე. დანაშაულის გამოსასყიდად უნდა მიიყვანოს მღვდელს უფლისათვის საღი ვერძი ფარიდან, რაც არ უნდა ღირდეს. გამოითხოვს მისთვის შენდობას მღვდელი უფლისაგან და მიეტევება მას ყოველი დანაშაული, რაც კი ჩადენილი აქვს. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: უბრძანი აარონს და მიშვილებს. ეს არის თქო აღსავლენის წესი. სამსხვერპლოზე უნდა იდოს აღსავლენი მთელი ღამე დილამდე. სამსხვერპლოს ცეცხლი უნდა ენთოს იქ. შეიმოსოს მღვდელმა თავისი სელის სამოსელი და შიშველტანზე სელის საწმერთული ჩაიცვას. გადმოიღოს ნაცარი, რომელიც სამსხვერპლოზე დარჩა აღსავლენის დაწვის შემდეგ და სამსხვერპლოს გვერდით დაყაროს. გამოიცვალოს სამოსელი და ბანაკის გარეთ სუფთა ადგილზე გაიტანოს ნაცარი. ცეცხლი ენთოს სამსხვერპლოზე, არ ჩაქრეს. ყოველდილა შეშა შეუკეთოს მღვდელმა და აღსავლენი დააწყოს ზედ. დაწვას მასზე სამადლობელი მსხვერპლის ქონი. ცეცხლი მუდამ ენთოს სამსხვერპლოზე, არ ჩაქრეს. აჰა საწყნო შესაწირავის წესი. შესწირონ იგი აარონიანებმა უფლის წინაშე, სამსხვერპლოს წინა მხრიდან. აიღოს მუჭით საწყნო შესაწირავიდან გამტკიცული ფქვილი, ზეთი და მთელი საკმეველი და დაუწვას სამსხვერპლოზე უფალს კეთილსურნელებად, სამახსოვროდ. რაც დარჩება აარონმა და მისმა შვილებმა შეჭამონ. უფურად უნდა შეიჭამოს წმიდა ადგილზე. სადღესასწაულო კარვის ეზოში უნდა შეჭამონ. საფუარიანი არ უნდა გამოცხეს. ამას ვაძლევ მათ წილად საცეცხლო მსხვერპლიდან. ეს წმიდათა წმიდაა, როგორც ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდი. ყოველმა მამაკაცმა აარონიანთაგან უნდა შეჭამოს. ეს გქონდეთ თქვენს თაობებში სამარადისო არჩივად უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან. ყველაფერი, რაც მას მიეკარება, წმიდაა. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: ეს არის აარონის და მისი შვილების შესაწირავი, რომელიც უნდა შესწირონ უფალს მათი ცხების დღეს. მიათედი ეფა გამტკიცული ფქვილის საძღვნო მუდმივ შესაწირავად, ნახევარი დილისთვის, ნახევარი საღამოსთვის. ტაფაზე ზეთში უნდა მომზადდეს, მოზელილი უნდა მოიტანო, ნამცხვრის წილობებად უნდა შესწიროს უფალს კეთილსურნელებად. მღვდელმა ცხებულმა აარონის ადგილზე მიშვილთაგან შეასრულოს ეს სამარადისო წესი უფლისათვის. მთლიანად უნდა დაიწვას. მღვდლისგან შეწირული საწყნო მთლიანად უნდა დაიწვას, არ უნდა შეიჭამოს. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: უთხარი აარონს და მიშვილებს. აჰა ეს არის ცოდვის გამოსასყიდის წესი. იმ ადგილას, სადაც აღსავლენი იკვლება, უნდა დაიკლას უფლის წინაშე ცოდვის გამოსასყიდი. ეს წმიდათა წმიდაა. მღვდელმა, რომელიც წირავს ცოდვის გამოსასყიდს, უნდა შეჭამოს იგი. წმიდა ადგილას უნდა შეიჭამოს სადღესასწაულო კარვის ეზოში. ყველა, ვინც იმ ხორცს მიეკარება, წმიდაა. თუ სისხლი მიესხურება სამოსელს, ნასხურები წმიდა ადგილზე გარეცხე. თიხის ჭურჭელი, რომელშიც იგი მოიხარშა, უნდა დაიმტვრეს. თუ სპილენძის ჭურჭელში მოიხარშა, უნდა გაიხეხოს და წყლით გაირეცხოს. ყველა მამაკაცმა სამღვდელოთაგან უნდა ჭამოს. წმიდათა წმიდაა იგი. ცოდვის გამოსასყიდი არც ერთი მსხვერპლი, რომლის სისხლით სადღესასწაულო კარავშიში აქვს, საწმიდარში შენდობის გამოსათხოვად, არ უნდა შეიჭამოს. ცეცხლში უნდა დაიწვას.